თურქული ტელეინდუსტრიის ახალი მარგალიტი. ჩემი სახელია ფარაჰი. სერიალი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მეგობრებო, გიფიქრიათ ოდესმე რამდენის ატანა შეუძლია დედის გულშვილის გადასარჩენა? სადამდე შეიძლება მივიდეს ქალი, როცა მას არჩევანს სიცოცხლესა და სამართლიანობას შორის უტოვებენ. დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, ემოციურ და დაძაბულ თურქულ სერიალზე. ჩემი სახელია ფარაჰი. ეს არ არის უბრალო მელოდრამა სიყვარულზე. ეს არის კრიმინალური საგა, სადაც ერთმანეთს უდანაშაულობა და სასტიკი მაფიოზური სამყარო ეჯახება. თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ამ სერიალის ყურება, დამიჯერეთ. ამ ვიდეოს შემდეგ პირველივე ეპიზოდს ჩართავთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ჩვენ კი ვიწყებთ. ვინ არის ფარაჰი? მოდი პირველ რიგში გავიცნოთ მთავარი გმირი. ფარაჰი წარმოშობით ირანელი ქალია, რომელიც იძულებული გახდა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულიყო, რადგან გაიგო, რომ მორსულად იყო. ბედმა ის სტამბოლში ჩამოიყვანა, სადაც ის სრულიად არალეგალურად ჩრდილში ცხოვრობს. იცით რა არის ყველაზე დიდი ტრაგედია? ფარაჰი პროფესიით ნიჭიერი და წარმატებული ქირურგია. ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს გადაარჩენდა, მაგრამ სტამბოლში გადარჩენისთვის ის იძულებულია უბრალოდ დამლაგებლად იმუშაოს. რატომ აკეთებს ის ამას? პასუხი ერთია: მისი პატარა შვილი, ქერიმ შაჰი. ბიჭუნას იშვიათი თანდაყოლილი დაავადება აქვს. მისი იმუნური სისტემა თითქმის არ არსებობს და ნებისმიერი ინფექცია მისთვის სასიკვდილოა. ფარაჰის შვილისთვის ერთდროულად დედაც არის და ექიმიც. ყოველი მისი ნაბიჯი, ყოველი რისკი მხოლოდ ქერიმ შაჰის მკურნალობის ფულის შესაგროვებლად გადაიტმება. მაგრამ ერთ ღამეს, ჩვეულებრივი მორიგეობისას, ფარაჰის ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. ის ხდება სასტიკი მკვლელობის უნებლიე მოწმე. და ვინ არის მკვლელი? თაჰირ ლექესიზი, ცივსისხლიანი, დაუნდობელი კაცი, რომელიც ერთ-ერთი უშიშარი მაფიოზური კლანის წევრია. თაჰირი არ არის მიჩვეული გულით გადაწყვეტილებების მიღებას. მისი მთავარი წესი ბოსის ბრმა ერთგულებაა, მაგრამ როცა ის ფარაჰს პირისპირ აწყდება, მის შიგნით რაღაც იბზარება. აქ იწყება უმძიმესი მორალური დილემა, რომელიც მთელ სერიალს წითელ ხაზად გასდევს. ფარაჰი საშინელ არჩევანშია გაჭედილი. წავიდეს პოლიციაში და ითხოვოს სამართლიანობა, მაგრამ თუ ის ამას გააკეთებს, მას თურქეთიდან დაუყოვნებლივ გააძევებენ და დააპატიმრებენ. ეს კი ნიშნავს, რომ შვილს დააშორებენ და პატარა ქერიმ შაჰი უპატრონოდ დარჩება. გაჩუმდეს, მაშინ კრიმინალების მძევალი გახდება. მეორე მხრივ კი გვყავს თაჰირი, კაცი, რომელსაც უბრძანეს, რომ მოწმე თავიდან მოეშორებინა და სამუდამოდ დაედუმებინა, მაგრამ მას პირველად ცხოვრებაში უჩნდება სურვილი, დაიცვა სრულიად უცხო ქალი და მისი შვილი. ის იწყებს საკუთარი ცხოვრებისა და იმ ძალადობრივი სამყაროს გადაფასებას, რომელშიც გაიზარდა. სერიალის განვითარებასთან ერთად ვხედავთ, როგორ თულდება ყველაფერი. ფარაჰი მიდის პოლიციაში, თითქმის მზად არის ჩვენება მისცეს, მაგრამ შიში იპურობს და უკან ბრუნდება. ის აცნობიერებს, რომ აბსოლუტურად მარტოა. პოლიციას ვერ ენდობა, კრიმინალები კი ყოველ ნაბიჯზე უთვალთვალებენ. ამავე დროს თაჰირი უზარმაზარ შავდღეში ვარდება თავის ბოსთან, რადგან საიდუმლოების შენახვას მაფია არავის პატიობს. ფარაჰისთვის ერთადერთი იმედად სწორედ ის კაცი ხდება ბედის ირონიით, ვისაც მისი მოკლა ჰქონდა დავალებული. თაჰირი. აი ასეთი გიჟუდი და ჩამთრევი დასაწყისი აქვს სერიალს. ჩემი სახელია ფარაჰი. როგორ ფიქრობთ? თქვენ როგორ მოიქცეოდით ფარაჰის ადგილას? გაწირავდით საკუთარ თავს სამართლიანობისთვის თუ შვილის გამო ყველაფერზე დახუჭავდით თვალს? თქვენი აზრი დამიწერეთ კომენტარებში. თუ მოგეწონათ ეს მიმოხილვა, აუცილებლად დააჭირეთ ლაიქის ღილაკს, გაუზიარეთ მეგობრებს და გამოიწერეთ არხი. წინ კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო სერიალის განხილვა გველოდება. მომავალ შეხვედრამდე.